ეს არის შემოდგომიდანვე სწორად მოვლილი ხორბლის შედეგი. ჩვენ ახლა დედოფლის წყაროში ვიმყოფებით ტარიელ ქუხურშვილის მეურნეობაში, სადაც 2 წელია უკვე 400 ჰექტარზე სრულად აგროფორსის პრეპარატებით ხდება ხორბლის მოყვანა. სათესლე-მასალა არის ლიდიას, სომტუოსო, ხოლო პრეპარატები შემოდგომიდანვე დამუშავებულია ბიოსტიმულატორებით, თესლი დამუშავდა რადიფარმით, ხოლო უკვე შემოდგომიდანვე შეტანილი არის ისეთი ბიოსტიმულატორები, როგორიცაა მეგაფოლი და ექსტენდერი, ასევე ბრექსილმიქსით ზოგიერთ ნაკვეთებში. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ძლიერად შეხვედრილი იყო ხორბალი ზამთარს, რადგან ნაკლები ყოფილიყო დანაკარგი. ახლა გაზაფხულია მარტის ბოლო და თქვენ ხედავთ უკვე რა შედეგია. სხვა ნაკვეთებთან შედარებით, რომელიც წარმოდგენილია, გამოირჩევა თავისი სიხასხასით, სიჯანსაღით. ახლა უკვე იგეგმება შემდეგი ჩასატარებელი ღონისძიებები, როგორიც არის სოკოვანი დაავადებების კონტროლი. უნდა გამოვიყენოთ იტალიური კომპანია Finchimica-ს მეტფინი, ეს არის ახალი ნივთიერებით, მეტკონაზოლით, რომელიც ფართო სპექტრის დაავადებებზე მოქმედებს. ასევე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ მიმწებებელი, რომელთაც ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ მიცემული პრეპარატი სრულყოფილად იქნეს შეთვისებული მცენარის მიერ. თუთია, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხორბლისთვის, ეხმარება ფესვის განვითარებაში და აზოტის ათვისებაში მას. ყველა ნაკვეთში 400 ჰექტარზევე გამოყენებული იქნება თუთია და უკვე დაგიბრუნდებით მომავალი ვიდეოებით, არ გამოგრჩეთ ჩვენი არხის გამოწერა, რათა შეიტყოთ მეტი ხორბლის მოვლა-მოყვანის შესახებ დროებით.